ბრიტანელებს უყვართ გამოცხობა, ხორცის გამოცხობა უყვართ. ქონს დავატნობ, ფარშირებული ხორცი, აურევ ამ ყველაფერს, ცომს მოვამზადებ, კიდევ ცომი იქნება ძეზე მომზადებული. პაპუკი, ფარში, ცომში, გამომცხვარი კარგად, ზემოდან კვერცხისგული, ოქროსფერი და ღორის ხორცის გამცხვარი იქნება. ძალიან კაია. ძალიან გემრიელი იქნება. მარტივი. და ძალიან გემრიელი. ნუში და უკვე მეწოდი მომის. აი ეს არის ჩემი საყვარელი რецეპტი. მაინც. ეს არის აი ძალიან ისეთი იქნება ალბათ ბრიტანული რეცეპტების წიგნიდან ფრანგული დესერტის მომზადება, მაგრამ აი ამას გავაკეთებ აუცილებლად. ეს იქნება ნუშის, მაკარონები და ექნება შოკოლადის განაში. ხო, მარტივად და ყველაზე მე მგონი გემრიელი კომბინაცია მაინც. მოკლედ, მე და ვახო ვამზადებთ კერძებს ძალიან ძველი ბრიტანული რეცეპტების წიგნიდან. მე მგონი საინტერესო გამოცდილება და გემრიელი. და გემრიელი. ვამზადებ ტრადიციულ ბრიტანულ კერძს. პურში გამომცხვარ ღორის ხორცს. მზადდება ძალიან მარტივად, არის ძალიან გემრიელი. პირველ რიგში რაც მე მჭირდება, ეს არის ღორის ქონი. ღორის ხორცს მე გამოვიყენებ ცომის მოსამზადებლად. აქ არის ძალიან კარგი ნაჭერი, ნეკთან მოვაჭრი ქონს. წვრილად, ძალიან წვრილად, მაქსიმალურად უნდა დავკეპო ქონი, დავადნო, გამოვიყვანო ცხიმი და გამოვიყენო ცომის მოსამზადებლად. ღორის ქონი კარგად დავკეპე. გვჭირდება ტაფა, დაბალი ცეცხლი და ბევრი ქონი. გავშლი. სანამ ქონი დადნება, მანამდე მე შევაზავებ ღორის ხორცს. აქ არის ფარშირებული, სასურველია იყოს ბეჭი, ან კიდევ ბარგალი. შეზავება ძალიან მარტივია. მარილი გემოვნებით, პილპილი, ასევე გემოვნებით, ქონდარა, დაახლოებით 1 გრამი და ჯავზი. ჯავზი გვჭირდება გახეხილი. ჯავზის დაახლოებით 9 გრამი, 1 კვერცხი და კარგად ამოურევ. შიგთავსი მზად არის. ცოტა მარილი, უფრო მალე რომ გამოვიდეს ცხიმი. დავიწყებ ცომის მოძელას. რძე დაახლოებით 100 მილილიტრი, მაგდენივე წყალი. ცხიმი გამოვიდა უკვე, შემიძლია გამოვთო. უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ამ ქონის ნაჭრებს ჩაუშვებ გატარებულ ხორცში. ცხიმს ჩაუშვებ რძის და წყლის ნარევში. შვენიერი. და რა თქმა უნდა, მარილი და ფქვილი. მარილი გემოვნებით. ფქვილი. 200 მილილიტრი სითხეზე გვჭირდება ჩვენ დაახლოებით 9 კილო ფქვილი. ცომი უნდა იყოს ცოტათი რბილი, არ უნდა იყოს მაგარი. ეს ცომი იქნება ძალიან გემრიელი. ამას აქვს ღორის ქონი, რძე და რა თქმა უნდა წყალი. დავუმატებ ცოტა კიდევ ფქვილს. კარგად მოვზილა. გემრიელად, ისე რომ კარგად შეიკრას. ცომი მზად არის, ამოფხუებას არ ველოდები, ვიწყებ გაბრტყელებას. ცოტა ფქვილი, ცომი. ცომი არ უნდა იყოს სქელი, დაახლოებით 1 სანტიმეტრი მაქსიმუმ.
სისქეში. კარგად გავაფრთხილებ. ჭირდება ფორმა. დანით მოვაჭრე ზედმეტ ცომს. ავიღებ ფარშს. კიდევ ერთხელ ამოვძილავ კარგად. შემწვარ ქონს აურევ და თანაბრად გადავანაწილებ ფორმაში. უნდა იყოს დაპრესილი. ამით ჯერ არ მორჩენილა. ამას გავუკეთებ ცომის საფარს. ცოტა თქვილი. ცომის მეოთხედი. იგივე სისქის ცომი. კარგად შევკრავ. დავიხმარ ჩანგალს. შვენიერი, შუაში აუცილებლად ხორცმა რო ისუნთქოს, ჭირდება პატარა ნახვეტი. შვენიერი. ხორის ნამცხვარი სადრეს გამოსაცხობად. $180 გრადუსი, ზედა და ქვედა წვა. დაახლოებით 9 საათში ამას ზემოდან გადავუსვამ კვერცხის გულს, რომ უფრო კარგი, ოქროსფერი ხორის ნამცხვარი გამოვიდეს. შვენიერი. კერძის მომზადებამდე დარჩა სულ რაღაც 10 წუთი. კვერცხის გულს გადავუსვამ თავზე, კარგად ოქროსფერი რომ იყოს, ყველგან აბსოლუტურად. საკმარისია. გადავიყვან მხოლოდ ზედა წვაზე და იგივე ტემპერატურა. გამოსაცხობ ქაღალდს მოვაშორებ. გადმოვიღებ თეფშზე. ეს კერძი იჭმევა თბილი. ჩავჭრი. ძალიან კარგი გამოვიდა, წვენი აქვს. ამას ძალიან უხდება მდოგვი. ბრიტანული ტრადიციული ძველი რეცეპტით ღორის ნამცხვარი მზად არის. ეს არის კლასიკური ფრანგული მაკარონების რეცეპტი, რომელიც აღმოვაჩინე უძველეს ბრიტანულ რეცეპტების წიგნში. პრინციპში არ გამკვირვებია, რადგან ხშირ შემთხვევაში იგრძნობა ხოლმე მეზობელი ქვეყნის კულინარიის გავლენა. მით უმეტეს ისეთის, როგორც არის ფრანგული კულინარია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დახვეწილი კულინარია. დავიწყეთ. პირველ რიგში დამჭირდება 3 კვერცხის ცილა. გავაცალკეოთ. პრინციპში დესერტის მომზადებისას უნდა დავიცვათ ყოველთვის სიზუსტე. მით უმეტეს, როდესაც ვამზადებთ ფრანგულ დესერტებს. აქ გრამაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. გავაცალკეოთ კარგად, სუფთად. ეს არის ერთ-ერთი უძველესი რეცეპტი პრინციპში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტი, რაც კი მთელ მსოფლიოში არსებობს. პირველ რიგში ავთქვიფოთ ცილა. მით უმეტეს ეს არის ერთ-ერთი სამეფო დესერტი, როგორც საფრანგეთისთვის, ასევე
ინგლისში სამეფო კარზე მიირთმევდნენ აი ამ დესერტს. ქვეფისას დავუმატოთ 3 სუფრის კოლზის შაქარი. და ვთქვიფავთ 5 წუთი. სანამ კარგად არ გამაგრდება ცილა. ცილა მზად არის, კარგად ავთქვიფეთ, გამაგრდა, ისე რომ ჭურჭლიდან აღარ გადმოდის და გავცრათ საცერში, ჯერ ავწონი, 120 გრამი ნუშის ფქვილი. ამითი გავზომავ რაოდენობას, როგორც თქვი, გრამაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩავყაროთ. ავწონოთ 210 გრამი შაქრის ფხვნილი. პრინციპში ზუსტად მქონია აწონილი. მაგრამ მაინც ვამოწმებ. გავცრათ. ისე რომ ძალიან წმინდად უნდა იყოს გაცრილი. გავცერით ნუშის ფქვილი და შაქრის ფხვნილი. გადავდოთ. როგორც თქვი, მიქსერი აღარ დაგჭირდება. ხელით ნელა-ნელა უნდა შევურიოთ ცილას გაცრილი მასა. ეს არის საბაზისო რეცეპტი. ანუ ეს იქნება უბრალოდ ვანილის მაკარონები შოკოლადის განაშით. ხოლო თქვენ თუ მოამზადებთ ხილის, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვების საღებავები, ან თუნდაც არომატიზატორები. მასა თითქმის მზად არის. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, ცოტა წებოვანი მასა. აი ესეთი. როგორც თქვი, მუშაობთ ნელა, წყნარად, მოთვინებით, რომ კარგად შეერიოს ნუშის ფქვილიც და შაქარიც ცილას. რაც უფრო მაღალი ხარისხის და დამუშავების იქნება ნუშის ფქვილი, მით უფრო ერთგვაროვანი იქნება ზედაპირი მაკარონების. მასა მზად არის. დავასვენოთ 15 წუთით. გამოსაცხობ ფირფიტაში, ჩავაფინე გამოსაცხობი ქაღალდი და მოვნიშნე ზომა, რამხელაც მინდა რომ გამოვიდეს მაკარონი. სანამ მასას გადავიტან ქისაში, დავუმატოთ ცოტა ვანილი. ეს არის ვანილის ესენცია, რომ კიდევ უფრო არომატული და დახვეწილი გამოვიდეს ჩვენი ფრანგული მაკარონები. გადავიტანოთ კრემის ქისაში. გადავიტანოთ მონიშნულ ადგილებზე. არ შევავსოთ ბოლომდე, რადგანაც კიდევ გაიწევა მასა. რამოდენიმეჯერ დავარტყათ ესე ზედაპირზე, რომ კარგად გაიშალოს და ზედმეტი ჰაერი ამოვიდეს მაკარონებიდან. ჯერ არ ვაცხობთ, ვტოვებთ ოთახის ტემპერატურაზე 9 საათი. დავიწყეთ განაშის მომზადება. ორთქლის აბაზანაზე გავალღოთ 250 გრამი შავი შოკოლადი და დავუმატოთ 250 მილილიტრი მაღალპროცენტიანი ნაღები, 35%-იანი ნაღები. როგორც თქვი, ვამზადებ საბაზისო რეცეპტს, ანუ ვანილის მაკარონები და შოკოლადის განაში. ეს არის ყველაზე მარტივი მაკარონების ვარიანტი. დაველოდოთ, რომ გახურდეს თვითონ ნაღები და გავღვეს შოკოლადი.
განაში მზად არის. გადმოვიტან ჭურჭელში, რომ სწრაფად გაგრილდეს. თავარია კარგად გავაგრილოთ და შემდეგ დაჭირდება ერთხელ გათქვევა. ველოდებით დარჩა კიდევ 15 წუთი. ვაცხობთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 14 წუთით. გავიდა ზუსტად 14 წუთი. ეხლა კარგად უნდა გაგრილდეს და შემდეგ უკვე გადმოვიღოთ გამოსაცხობი ფირფიტიდან. მანამდე განაშიც გაგრილდა, კარგად ავთქვიფოთ, რომ ფუმფულა განაში მივიღოთ. ნაღებიც გაცივდება ეხლა შიგნით და ამოვათ ქვეფისას და მივიღებთ მუსივით მასას. აი უფრო ღიავდება კიდევაც თვითონ განაში, ეს ნაღების ბრალია. ითქვიფება ნაღები ამოდის და უფრო აღიავებს შოკოლადის განაშს. ესე მზად არის. მაკარონები გაგრილდა. აი ესე მარტივად. ზრება ფორმიდან. დავასხათ სამხარეს და მეორე აი ქუდი ესე დავუდოთ. ერთი ცალი მზად არის. აი ეს არის ნამდვილი კლასიკური ფრანგული მაკარონების რეცეპტი, რომელიც ძველ ბრიტანულ რეცეპტების წიგნში აღმოაჩინე. სად არის? დღეს კლიფორდების ოჯახს ვსტუმრობთ. ეს ჩვენთვის ერთი ნაბიჯია თბილისიდან დიდ ბრიტანეთამდე. შემოვძანდით? ლი კლიფორდი უკვე 20 წელია საქართველოში ცხოვრობს. კულინარიული თერაპია მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გურმანიას ის დღეს ნამდვილი ბრიტანული კერძით და ეტიკეტით მას მიცლობს. დღეს მე მოვამზადებ ხორცის ღვეზელს. ესაა ძალიან ტრადიციული და მარტივი ინგლისური კერძი. ისევ ვცდილობ ყოველთვის რაღაც განსხვავებული მოვამზადო და ზოგჯერ ქართულიც. ძალიან მიყვარს ოჯახურის მომზადება. იცით, საქართველოში არსებობს გამოთქმა, რომ სამზარეულოში მხოლოდ ქალი უნდა იყოს. In Georgian it's more traditional. საქართველოში ეს უფრო ტრადიციულია, რომ სამზარეულოში ქალია, მაგრამ ჩვენს ოჯახში ეს პირიქითაა, რაც ჩემთვის კარგია. Which is good for me. მზადება და დასუფთავება კაცს ყოველთვის უკეთ გამოსდის. არ გითანხმები, მაგრამ Okay. 20 წელია რაც თბილისში ვცხოვრობ და ადრე ვერ ყიდულობდი ინგრედიენტებს ბრიტანული კერძებისთვის. ახლა ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია და ეს კარგია. ძალიან კარგი, შეგვიძლია დავიცვათ. With great pleasure, დიდი სიამოვნებით მოგძანდით. ხორცი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, სტაფილო, კარაქი, ხველი, წითელი ღვინო და სანელებლები. ახლა მზადებას იწყებს. ტაფაზე ასხამს ზეთს. მასში წვრილად დაჭრილ ხავს, ნიორს, მწვანე წიწაკას და სტაფილოს ათავსებს. 5-6 წუთის შემდეგ ტაფაზე გატარებულ ხორცს ყრის. ამატებს მარილს, შავ პილპილს, 100 გრამ წითელ ღვინოს. ეს იქნება ინგლისური კერძი ქართული ღვინით? კი, თუმცა ქართული ღვინო არაა კარგი მხოლოდ მზადებისთვის, ის დასალევად უკეთესია. კიდევ 10 წუთით ტოვებს ცეცხლზე და შეზავებულ მასას მინის ჭურჭელში ათავსებს. კერძის პირველი ფენა მზადაა. ამის შემდეგ კარტოფილის პიურეს ამზადებს კვერცხით, კარაქით და გახეხილი ხველით. ეს ხორცის ღვეზელის მეორე ნაწილია. გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია ბაღშმობისთვის, რომელიც მხოლოდ თქვენია?
ხოლო ჩვენი არის როკ-ენ-როლი. ვახშამს ყოველთვის ხმამაღალი მუსიკის ფონზე ვამზადებთ. ქართული თუ ისწავლეთ? კი, მხოლოდ ცუდი სიტყვები. ცუდი სიტყვები, მაგრამ თქვენ ერთი მთავარი ქართული სიტყვა გაქვთ ხელზე. კი, მე ეს გავიკეთე დიდი ხნის წინ. და ეს ნიშნავს თავისუფლებას. თავარი რამ. ახლა ამ ყველაფერს ღუმელში დგამს და 20 წუთში ვახშამი მზადაა. ჩვენ კი ნამდვილი ბრიტანული ვახშმის მზადების მთავარი რიტუალი წინ გვაქვს. მაგიდის მომზადებას ვიწყებთ. ერთ-ერთი ჩვენი ტრადიცია, ოჯახის რიტუალი, ანუ პირადად შემიძლია ვთქვა, სანთლები, რომელიც ინახავს სიმყუდროებას ოჯახში. სითბოს და სილამაზეს, რა თქმა უნდა. Looks so nice. როგორც მეუღლემ გაამზადა, დიასახლისი ჭრის და გვილაგებს თეფშებზე. Hey baby, what is love? ტრადიციულ ინგლისურ ხორცის ღვეზილს კლიფორდების ნამდვილი ბირმინგემული არომატი აქვს. თუმცა მოგზაურობა ბრიტანეთში ქართული წითელი ღვინით სრულდება. Cheers. Kalmar. Kalmar. Cheers. Cheers.